მოკლედ ასე იყო ჩვენი ჰერკულტური ფისოს ისტორია. ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც ბრძანდება, მოდი ბეჭედი მობრძანდეს ჩვენთან და ვნახოთ ნიუ-იორკული ლაბირინთები რას გვეტყვის. დავიწყოთ, ვინც ბეჭედი ჩაიფიქრეთ, რა აზრზე ხართ, როგორ ახართ. პირველი ვერსია, თქვენი არსებული სიტუაციისა, მეორე რა გიშლით ამ სიტუაციის მოსაგვარებლად ხელს და საბოლოო ჯამში რა ხდება ხელშემწყობ პირობებში. მოდი ეს ახსაცუდად გიშლის ხელს, მაგრამ არა უშავს, ვიდეო დიდი გამოდის, მაგრამ გადავიტანთ და მოდი ორაკულის დარიგებაც გადავიდეთ. მოკლედ, ვინც ბეჭედი ჩაიფიქრეთ, როგორი სიტუაცია გექნებათ. სიტუაცია არის ემოციონალური, როგორ გითხრათ, საქანელაზე ზის, დაიწონა სიძახის, წარსულსა და აწყოს შორის ადამიანი არის გაჩხერილი, უფრო წარსულისკენ აქვს, მარჯვენა მხარე ყოველთვის ტაროში მომავალია, მომავალის მხარეს გაჩერებული გაქვთ რაღაც ისეთი სტაგნაციურად მზერა, არასასიამოვნოდ. თან იმის თქმა მინდა, რომ სიტუაცია თითქოს უიმედოდ არის და თანაც იმედიანი. ანუ შეხედე, თუ სტატისტიკურად პროცენტს მიუძღებით, 100%-დან ფიქრობთ, რომ სადღაც, რა ვიცი, 60% არ იქნება და 40% იქნება. ანუ 50-50 კიდე უფრო მეტი არის. აი ესეთი სიტუაცია გაქვთ, ხელჩაქნეული ვითახათ, რატო ხართ ესე? რა გიშლით ხელს? აქ არის ხუთიანი პენტაკლი, მატერიალური მდგომარეობა ძირითადად, ხუთიანი პენტაკლები მაინც ამ ყველაფრის კარტია, რომელიც კრიზისში და ჩიხში გვატყუებს მატერიალურად და თუ ეს მატერიალური ჩანაფიქრი არ ვიცი, 1000 ვერსია შეიძლება ჩაიფიქრეთ ბერმა თქვენთაგანმა და თუ ეს მაგალითად სულიერია და ადამიანს ეკუთვნის, მაშინ თამამად შეიძლება ურთიერთობები გაქვთ მოუგვარებელი, რაღაც რესურსები უკვე დამჭკნარი, შესავსებად გამზადებული და ანუ ეს შიმშილი გაქვთ რაღაცა პირდაპირის და გადატანითი მნიშვნელობით. რა გაგახარებთ, რა შეგიწყობთ ხელს, რა იქნება ის, რაც ქურუმით არის. ხოლო შორის არ არის ესეთი შორს იდეა სიმართლისგან და ჭეშმარიტებისგან, რომ აღნიშნულ სიტუაციაში ძალიან დაგეხმაროს ეზოთერიკა. ძალიან დაგეხმაროს თქვენი ინტუიცია, ძალიან დაგეხმაროს თქვენი ცოდნა, რომელიც გაქვთ იქ წიაღებში და ამას მიაქციეთ აუცილებლად ყურადღება. რას გვეუბნება ჩვენი სიცოცხლის ხე, ემოციები, ისევ და ისევ ერთ-იგივე კარტი ამოვიდა, აუცილებლად უნდა ჩაიძიროთ თქვენს ემოციებში, მისი სიღრმეების ლაბირინთებში და თქვენს გულის ნადებს ენდოთ. ძალიან დიდი დახმარება შეუძლია გაგიწიოს ჩემო ძვირფასებო ადამიანებო ეზოთერიკულმა დანიშნულებებმა. ასეთ შემთხვევაში ბევრ რამე ფენშუიც იგულისხმება, ტაროც იგულისხმება, რუნაც იგულისხმება და მთელი სიბრძნები, რაც კაცობრიობა მოიპოვა და გაერთიანა ერთი წიგში სახელად ეზოთერიკა. კოცნით ყველას და დარჩა სპილო, ჩემო კარგო ადამიანებო, აი ესეთი ბროლი სპილო, რომელიც ასევე ოჯახურ სიძლიერეს არის, მოდი ასე ვთქვათ, შემჩნეული, კარგი გაგებით და სიტუაცია, რომელიც ეკუთვნის სპილოს, როგორ გამოიყურება დღესდღეობით, რა არის მისი შემშლელი და დამაპაუზებელი და რა იქნება მისი გამხსნელი და წინ წამძღოლი. ანუ პროგრესის და რეგრესის ესეთი თამაშია, ჩემო კარგო ადამიანებო. მოდი თქვენც არ დაგჭირდათ ჩემო სპილოსიანებო გულს. და აუცილებლად გეტყვით სათქმელს ორაკულით ჩვენი სულიერი ხეს წინასწარ მეტყველებით. დავიწყოთ, რა ხდება, რა სიტუაცია გვაქვს, აქაც სიკვდილი ამოვიდა. ანუ სიტუაციებს ძირითადად რასაც იფიქრებენ ადამიანები, მანდა მაინც მწვანე ბილგზე არ დგას, ხო იცით, ახლა როცა ტაროშთან ფსიქოლოგია ერთგვარი ეგეთი, ხარ ახლოს, გინდა რომ ეს სიტუაცია კვანძია უფრო და გახსნას, ხო? აქ არის სიტუაცია როგორნაირი, მოკლედ სამშობიარო ბლოკია და სავარაუდოდ დედა გადის სამქვეყნიდან და შვილი იბადება. ეს ასაკურია პირდაპირ ფიზიკურად არ უგებულობთ ამას, მაგრამ რაღაც დიდი იკარგება და ახალი იბადება. თითქოს აი ამ სიტუაციაში, რა ვიცი, ხო, ყველაფერი ცუდს მაინც რაღაცა კარგი დევს, ყველა ჭირში ხინია. მოდი, რატო მოხდა ეს ასე, მაინტერესებს. ხელისშემშლელი პირობა არის უადგილო ადგილზე წასვლა, რაღაცა გადაადგილების არასწორი ვექტორი,
ან ჩამოსვლა, ან გასვლა, ან რაღაცა სიტუაცია საჭირო დროს არასაჭირო სიტუაციაში მოქცევა და მოკლედ რა ვიცი რომ გითხრა, აი მიდის ჯარისკაცი აცილებს თავის შეყვარებული კეთილი გზა უჯვენოთ და რა შეგიწყობთ ხელს რომ აი ესეთი ტრაგედიის ავიქცილოთ თავიდან ტრანსფორმაციები Seven of Wands ეს არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო დატვირთვის კარტი ანუ ქალბატონი ეუბნება ამ ბატონს საოფისე მუშაობა მიმდინარეობს ჩემი სამსახურით საქმეც ყველამდე მაქვს და ძალიან გთხოვ იცით რა არის ზედმეტი პასუხისმგებლობისგან თავი შეიკავეთ მოდი ესეთი იყოს ხელშემწყობი პირობები იმიტომ რომ ზოგადად 7-იანი კვერთხი არის რაღაც საკუთარი ზომის კომფორტის ზონის მოიჭრა რომელზედაც არ შედის სხვა დანარჩენის ესეთი ჩლიქები არ ვარდება ბოსტანში კენჭები არ შედიან და არ უტევენ და ან რაღაცნაირად როგორც საკუთარი კომფორტის ზონას არ არღვევიებენ ვიღაცებს და საკუთარ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში არიან მყარები და შეუვალები და ბოლოს კუბიტონი ამოგივიდათ ჰაერშიო ფრინავსო არამატი სიყვარულისო როცა სიყვარულისა კუბიტონი ახლოს არისო. კი ბატონო, ღმერთმა ქნას, რომ ამ კუბიტონმა სასიყვარულო ენერგიები ბევრი შეგმატოს, არ არის გამორიცხული, აღნიშნული სიტუაცია, ეხლა ვინც ჩაიფიქრეთ, არ არის პირად ურთიერთობებზე ყოფილიყოს. მოკლედ, ეხლა ამას ათასობით ადამიანი ნახავს და ძალიან რთული აქედან გავარჩიოთ და როცა პირადი გაშლებია, სიამოვნებით შეგვიძლია გულითადი და გულწრფელი საუბრები გავაბათ მე და კვირენტმა, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ადამიანმა რომელსაც ჩვენ მომხმარებას ვეძახით და რა ვიცი, მე რასაც გინდათ იმას მეძახით, ოღონდ საზეყვარულო ტერმინოლოგია გამოიყენეთ სიძულვილის ენის გარეშე. რომ ყოველს თავის ჰეიტერი ყავს, ხო იცით? კონკურენტები, ჰეიტერები, ასე შემდეგ. ვის მოწონს ყველას არ გვინდა, ვისაც არ გვინდა ეგეთი მოწონებები, ჩვენ ხო ვიცით, რომ ხო შევთანხმდით ამაზე. მოკლედ სიყვარული გზად დახიდათ, ქურუმითალი მზად არის გემსახუროთ, ჩემი ტელეფონის ნომერი იცით, სადარა ვითარებაში უნდა მოხვიდეთ, ყველა ოცნებები სახდენად. გარკვეული ბარიერების გადალახვის შედეგად გისურვებთ, იოლად მისაღწევი თემები ყოველთვის მოსაწყენი და მხარების მომგვრელია, ასე რომ გადადით რაღაც 1 2 3 4 5 6 ეს თქვენი წინაღობები, აი ჩვენს პრობლემები და ბარიერები ყოველთვის გვაძლიერებს, იცოდეთ, არაფერი ისე არ ხდება ღმერთის წინაშე. იცოდეთ, რომ ყველაფერს ზემოდან ვიგზავნიეთ. კოცნით გახოვით, მე ზემოდან გამოგიგზავნის ჩემი თავი. აბა კარგად იყავით. მომართეთ არ შეგეზაროთ.